ზამთრის მერე პირველი რაც უნდა ნახოთ ფუტკარს, უნდა გადათვალიეროთ კვება, საკვები ეღობა თუ არ ეღობა და გაძმინდოთ ბუდე. აი მაგისთვის ახლა უნდა გავხსნა ნახოთ რა ხდება აქ. უკვე მე კანდი მივეცი ერთხელ და ეს ცელოფანი, კანდის ცელოფანი დარჩა აქეთ. როგორც ხედავთ, უკვე ჩანს რაღაც თაფლის ოდენობა, ფუტკარიც უკვე არის გვერდით ჩარჩოზე. თან უნდა ნახოთ დედა დაიწყო თუ არა დაგვერცხვა. ჩვენთან ზამთარში, აგერ ბარტყით ჩანს. ზამთარში წვეთავს დედას თავის დაგვერცხვას, ახლა კიდე ხელახლად დაიწყებს. ძირითადად ამ პერიოდში ყველაზე საშიში ეგ არის, რომ არ უნდა აგლდეს საკვები. მაშინ უნდა მივცეთ კანს, ან თუ ამინდი ხელს უწყობს, უნდა მივცეთ სიროფის, შაქრის სიროფი. და თუ თაფლიანი ჩარჩო გაქვთ შენახული, უფრო უკეთესია, რომ თაფლიანი ჩარჩო დავდოთ. პირადად ამ სკაში, როგორც ხედავ, ზედაპირა ჩარჩოზე ნაგლები იყო, მაგრამ აქ შიგნით საკმაოდ აქვს მარაგი. ამას არაფერი არ უნდა, მარტო უნდა შეწამლოთ ტკიპისთვის და პროფილაქტიკისთვის, ასე თქვათ. მაგის შემდეგ ჩვენი ბუნებაში ახლა უკვე დაიწყო ტყემალი ყვავის და ჭანჭური ყვავის ახლა ერთ კვირაში. უნდა გავაფართოვოთ და მივცეთ ასაშენებელი ჩარჩოები უკვე. როგორც ჩანს, აქ უკვე 4 ჩარჩოზე ბარტყია და უკვე დროა, რომ მივცეთ ასაშენებელი ჩარჩოებს.